ადამიანები დაყოფილია სამ კატეგორიად. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სხეულში, სხეულით, სხეულისთვის, ხასიათდებიან საგნობრივი ცნობიერებით. ესენი არიან სომატიკები. ამ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებს სცენარული, მეღმიარი, ფილოსოფია და რაში მჭირდება რა? არის მეორე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ეს აინტერესებს. ესენი არიან ფსიქიკები. და არის მესამე, რომელსაც არამც თუ აინტერესებს და უყვარს, არამედ ცხოვრობს ამ სამყაროში. ესენი არიან პნევმატიკები. ანუ ფსიქიკი სომატიკთან ვერ პოულობს საერთო ენას. ისევე როგორც პნევმატიკი მით უმეტეს სომატიკთან და პნევმატიკი ფსიქიკთან ნაკლებად არის დაკავშირებული. რატომ? იმიტომ რომ მე მომწონს და მიყვარს, მაგრამ უიმედოდ ახლა ამდენს ვერ წამიკითხ. ფსიქიკი სპირიტუალისტია. სომატიკი რელიგიურია. ის საერთოდ არამც თუ სხვა განშტოება, საკუთარი ბიბლია და სახარება არ იცის, მაგრამ რელიგიურია. მარხვას დაიცავს. სხეულებრივია. ფსიქიკისთვის რიტუალი საკმარისი არ არის და ზოგჯერ ზედმეტიც კია. და ის იკვლევს ბევრს, სხვაგან მიედმოედება კიდეც, მაგრამ მისი ხედვა ჰორიზონტალურია, არ არის ღრმა. აი პნევმატიკი ცხოვრობს ამ სამყაროში.